სურამი, გზისპირა სასაუზმე ნაპერწკალი, აი ნაპერწკალი გოგოები ხვდებიან შესასვლელში. აი მენიუ ბატონო ხარჩო ოსტრი სასაუზმეს რაც შეეფერება, კატლეტიც არის პიური და ჯიგარი კერძზე. ყველაფერი არის სურათზე, ყველაფერი ლამაზია. ნუ აი რა გითხრათ ახლა ეს ითვლება გარე სივრცე და ამიტომ ძველი მეტლახია, კომუნისტების დროინდელი და ამიტომ იატაკი მანდამაინც სუფთა არ არის. ჭუჭყიანი ფარდა არ შევეხები, ჭუჭყიანი ფარდა იქ ეზოა, არ მომწონს ეს. აი რა გითხრათ ახლა ეს ღია იყო, ახლა მიხურეს და ნუ აქედან ბუზები შემოფრინდებ, აი ეს რა არის. აქედან ბუზი შევა თუ არა? თუ ჩემი ხელი გადის იგი ბუზიც ხო შემოფრინდება, პირდაპირ სამზარეულოში, პირდაპირ გემრიელ კერძს დააჯდება. ეს არის საკმაოდ პოპულარული ადგილი და ძალიან ბევრი მომხმარებელი აქ ჩერდება. აქაც იგივე მდგომარეობაა ზუსტად რომ ჩერდებიან მიკროავტობუსები და იკვებებიან გზავრები და რა თქმა უნდა როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ძალიან დიდი რაოდენობით ტურისტები. რაც მომწონს ახლა რასაც თვალი მოვკარი, ეს არის ის რომ კუნძი სწორად არის გაწმენდილი და მარილით დამუშავებული. გასალღობად არის თაში ჩადებული დეფროსტაციისთვის ხორცი, თუმცა ნაჟურ წყალში არ უნდა იყოს და კარგი იქნება მაცივარში თუ კარგი კი არა სავალდებულოა მაცივარში ან გამდინარე წყალში მოხდეს მისი დეფროსტაცია. სამრეცხაო ადგილი მანდამაინც სახარბიელო ადგილას არ არის, მაგრამ ორი ის არის ფანჯერა, სარკმელი. აქ არის ალბათ ბინძური ჭურჭლის მოსაწოდებელი ადგილი გასარეცხად და იქედან გადის როგორც მივხვდი საკვები. ანუ ჯვარედინი პრინციპში ისე თუ ასე აცილებულია. ნახოთ რა ხდება მაცივრებში, რა მდგომარეობაა. ქაბაბია ხო ეს? ქაბაბი. ეს ქაბაბის ხორცი? ფარში არის ქაბაბის, კი ბატონო. ხინკალს არ აკეთებთ? ხინკალი არა გაქვთ. წვადი, ქაბაბი და რა გაქვთ კიდე მენიუში? ოსტრი, კუჭმაჭი და ასე შემდეგ. ანუ უფრო სუბუქი საკვები. ეს რა არის? ეგ ლობიოს ფარშია, ლობიო. ლობიანებისთვის არის ფარში. სტიკერები ყველგან რო უნდა გქონდეთ ხო იცით? ხო, მერე? ყველაფერი დღევანდელი რამზადია. არა, მე ჭეც არ მეპარება დღევანდელია თქვენ იმდენი სამარშრუტო ტაქსი ჩერდება აქ და იმხელა ბრუნვა გაქვთ რომ დიდხანს პროდუქტი ვერ გაგიჩერდებათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი მაცივარს რომ კარგად დასუფთავება უნდა, ესეც ფაქტია, აი ნახეთ. აი მაცივარს რომ დასუფთავება უნდა, კოროზია არ უნდა იყოს, უნდა სუფთავდებოდეს, თუმცა თაროები წესრიგშია და აი რეზინები კარგი იქნება თუ დაალაგდებათ. რა სიხშირით ალაგებს ტერიტორიას? სანიტარულ დღეს რა სიხშირით აკეთებთ? ბატონო? ფეირი კი არა, ეს რა არის? კარგი, წყალი ჩამოვიდეს, მაშინ ეს რა არის? ეს რა არის? ხალბატონო, ტანსაცმელი რო არ შეიძლება 60-ის ასე გიჭირთ რომ ერთი ტილო ვერ გიყიდიათ? ეს ტილოები ხა გამოიღეს ჩემს ანახავად. არა, მე უყურებ რომ ბევრი არა გაქვთ. აი. ტილოების პრობლემაა აშკარად. კარგით. ხორცის დეფროსტაცია ხდება, იატაკი საშინელ მდგომარეობაშია. აქ შენახულია ქიმიკატები და სწორია, ცალკე უნდა იყოს შენახული და ვნახოთ აი გარეთ რა ხდება. სად არის შენახული ბოსტნეული და ასე შემდეგ. აქაც არის ღუმელი. აქაც წყალიც თფება და აი წყალიც ცხელია და კი ბატონო, აქ საჭმელიც მზადდება, სავარაუდოდ რაღაცები მზადდება. ღუმელი გაქვთ, სადაც სავარაუდოდ რაღაცები ცხება, იმიტომ რომ აქ აი ფქვილს უყურებ, აი გადაწმინდეთ, მაგრამ მაინც აქ ფქვილის ნარჩენები, აი. აი აქ ცხება ხაჭაპური, ქალბატონო, აი ფქვილი. აი აქ ცხება ხაჭაპური, აქ აცხობთ ხაჭაპურს. ქალბატონო, აი აქ შეხედეთ, აი ამას შეხედეთ, ტილოს მე არ მომიტანია, ამას შეხედეთ, აი ამას შეხედეთ, ეს უბრალოდ სანამდე მე იქ ვიყავი განამალეთ, კი ბატონო. ამას შეხედეთ, ამას შეხედეთ, ამას შეხედეთ, აქ ხდება ხაჭაპურის გამოცხობა, აი, მე რასაც უყურებ იმას ვამბობ, მაგიდაზე რას აკეთებთ, აი მაგიდაც დასრულია და ესეც დასრულია. აი ამ მაგიდაზე ძვენენ, აქ. კარგით, მაგიდაზე მარილი, ეს ყველაფერი აქ ხმარობენ და მე შედის შიგნით. კარგით, რო ზილავთ, აი მოზილვის პროცესში, კარგით. თქვათ და დაგიჯერეთ. აი
ჯერა თქვენი, დავხუჭე თვალი და კი ბატონო, გეთანხმებით, აქ ხდება. კარგი. მაშინ მიპასუხეთ. აი აქ რო ღია პროცესი მიმდინარეობს, ეს ამაბლაბუდებს ვერ უყურებთ? ამაბლაბუდებს, აი ამ სიბინძურეს ვერ ხედავთ, რაც აქ არის? ჭერში ავიხედოთ. ეს რა არის, ხალბატონო? აი ეს რა არის? ეს რა და კანალიზაცია გასყდა ზუსტად გუშინ და იყო მთელი ამბავი. გვინდა ახალი მაგისტრალი გავაკეთოთ ახლა ზუსტად გუშინ ეთყობა წყალიც გამოვიდა და ახალი ის კი და კანალიზაციის აი სამზარეულოსთან გახეთქილი კანალიზაცია სამწუხაროდ აი ყველაფერი ხდება გუშინ გუშინ ეს არ არის გახეთქილი ნახეთ არა ნახეთ აი მინდა ეხა მოვიდეს ოპერატორი და აჩვენოს აი შეხედეთ კარგით ხალბატონო დაგიჯერეთ, მაყურებელმა დაგიჯერეთ, მე რა პრობლემაა, დაგიჯერეთ, არ დაგიჯერეთ, პრობლემას მე არ შევქმნი არანაირად. აი ეს არის რაც არის. აი რაც მე მომწონს, ცოცხალი ყვავილები, აი ქალბატონებს მიართვეს და აგერ დგას ლამაზად თავისი სალაროს აპარატით. ქალები ფუსფუსებენ სამზარეულოში, მამაკაცები რასაკეთებენ? მიირთმევენ კერძებს და ესე უნდა იყოს, ხო? რატომაც არა, ხო? არა, ეს ხუმრობით, მაგრამ სინამდვილეში მგზავრები აქ ჩერდებიან, მძღოლები ყველა აქ შემოდის და აქ მიირთმევს საჭმელს. აი, აქ არის უკვე მაგიდა, გაშლილი და რაღაცა სასაუზმე ლამაზად თავისი ოლივიეთი და მწვანილებით, მწვანილს აქაც შევაფასებ. კარგი მწვანილია, ჯანსაღი. სამარილი არის ღია, რაც მე არ მიყვარს, იმიტომ რომ ვიღაცა აიღებს დანით, მაგრამ როცა დანით არ არის, მაშინ აი ესევე პირდაპირ თითებით აიღებს ამ მარილს, ხო? რაც რა თქმა უნდა არ უნდა იყოს. რაც შეეხება დანარჩენს, ეთყობა რომ ეს არის ძველი შენობა, მაგრამ გარემონტებულია, მეტნაკლებად სისუფთავე არის. თავარია სამზარეულო, მაინც როგორ პირობებში აკეთებთ საჭმელს ადამიანების, რომ ადამიანი არ მოიწამლოს. მე ჩვენ წერს მომხმარებელი წერილს, რომ აი ვიყავი, გავჩერდი, ვჭამე, მოვიწამლეთ, სუდად გავხდი ავადმყოფოში და ასე შემდეგ. იცით როგორ სურათებს გვიგზავნიან? აი აქ რო წვეთოვანი უდგას და აი მართლა რო ავადმყოფოდან წერს ადამიანი სასოწარკვეთილი, რომ ეს რა დამემართა და მე უნდა რომ გვამცნოს ჩვენს, რომ აი ნახეთ, იქ არ შეიძლება შესვლა, იქნებ გადაამოწმოთ. ამიტომ სახალხო კონტროლი ყოველთვის ჯანმრთელობის და სისუფთავის სადარაჯოზეა. ეს სამზარეულოდან გამოსული წყლები, ნუ ყველგან ერთი და იგივე სიტუაცია. ეს საცხობი არის მეორე მხრიდან, ეს ვითომ გუშინო გაფუჭდა ეს ტერიტორია, აქ საკუჭნაო არის და არაფერი საინტერესო არ არის. აქ ჩვეულებრივად წყალი სამზარეულოდან გამოდის. აქ ხდება მწვანილის და ბოსტნეულის დასუფთავება და მერე შედის შიგნით, ხო? ყველგან კანალიზაციის სუნია უტანელი. ძალიან მძიმე სუნია, ძალიან მწუხვარ. უბრალოდ აი აქ რო შემოახედა მომხმარებას, კარგად დაფიქრდებოდა. სანდო ნამდვილად ჩემთვის პირადად არ არის ეს ადგილი. ეს გასქურაც მუშაობს, ხო? მოდით კონდენსატი ვნახოთ, აქ ავიხედოთ რა მდგომარეობაა. აჰა. აი ეს არის კონდენსატი, ნახეთ. ძალიან ხშირად გამორთულია გამწვავი. სუნზეც ეთყობა ობიექტზე. ჭერი, კედლები, ყველაფერი დასასუფთავებელია კარგად. ნიჟარაც უნდა დასუფთავდეს, ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს და ისე უნდა იმუშაოთ. არა აქვს მნიშვნელობა კონდენსატი და დამწვავი ზეთი სად დამწვარი ზეთი საიდან მიაყენებს ზიანს ჩვენ ჯანმრთელობას. აი ეს ტაფები უნდა ირეცხებოდეს და იწმინდებოდეს სათანადოდ და როგორც აი ის ქვაბი არის გაპრიალებული, ისე უნდა იყოს ეს ტაფებიც. ეს არის სავალდებულო. ქვაბი თუ სუფთავდება, ტაფებიც უნდა გასუფთავდეს. იატაკზე არავითარ შემთხვევაში არაფერი არ შეიძლება და მით უმეტეს პური იყოს აი იატაკზე ასე განთავსებული. მე სხვათა შორის მიაქვს სახში აქ პური არ ინახება, ჩემთან ინახება პური. კარგით, მანახეთ პური სადა გაქვთ. წამოდით მაჩვენეთ. როდინდელია პური. ქალბატონებო, აქ გოგოებო თქვენ მუშაობთ? აქ ვინ ალაგებს ამ ტერიტორიას? აი როგორმე, აი ნახეთ, ეს ხო რთული არ არის, ეს ხო ყველაფერი ჩანს. თქვენ თვითონაც ხო უყურებთ. სახში რო ყოველ კუნჭულს მივსდევართ და ყოველი უჯრის ნამცეთს ვაკონტროლებთ. ეს არის თქვენი ოჯახი. ეს გვაჭმევს საჭმელს ფაქტიურად. ჩვენი ნდობას ნუ უღალატებთ.
და ჩვენ უგვიღალატებთ. ისე აკეთეთ ეს საჭმელი ჩვენთვის რო იყოს მისაღები და ჩვენთვის რო იყოს უვნებელი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აი ასე რეალიზაცია. ეს არის სიბინძურეს დამამგროვებელი და ეს არის აქ მიკრობები ძალიან სწრაფად ვრცელდება, იმიტომ რომ ჭურჭელს როდესაც გავრეცხავთ, საწრედზე უნდა იყოს და როდესაც აი სველ ზედაპირზე არის და მით უმეტეს ტილოზე მიკრობთა საერთო რაოდენობა ძალიან სწრაფად იმატებს და შემდეგ უკვე როგორც ჭურჭლიდან შეიძლება დაბინძურდეს პროდუქტი, ასევე შეიძლება დაბინძურდეს უშუალოდ არა უარგისი ნედლეული. ნედლეული ახალი გაქვთ, მაგრამ აი ამაზე გამზადებული ის ყოველად დაუშვებელია. თუმცა სუფთავისთან დაკავშირებით სამწუხაროდ ძალიან მოიკოჭლეთ. თუ გინდათ რომ კვების ობიექტის ტერიტორია დასუფთავდეს, დაუძახეთ სახალხო კონტროლს. აი ნახეთ, ქუჩაც კი დაიხვეტა, ნახეთ როგორი სუფთავია და სანამ ჩვენ სამზარეულოს და დარბაზს ვიღებდით, აი აქ მიდიოდა წმენდა ხეხვა, საპირფარეშო იწმინდებოდა, ეხლა დაგხვდება სასახლე. საპირფარეშო რომელშიც შეხვალ და გამოსვლა აღარ მოგინდება. აი ისეთი დაგხვდება, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ქალბატონი მართლაც და აი შრომობდა, ალაგებდა, ასუფთავდა, ჩემი თვალით ვუყურებდი და მეთქი, ოკეი, დაალაგოს, დაასუფთავოს და მერე შემოვალთ. მით უმეტეს რომ 50 თეთრიც უნდა გადაიხადო, რომ ეს ისუფთავე დაათვალიერო. აი 50 თეთრი. მაგრამ სუნია უკვე ისეთი რომ მანდამაიც არ გაგიხარდება. მე ძალიან ვაფასებ თქვენ შრომას, მესმის როგორი რთულია. უბრალოდ აი ეს ცოტა მეტლახი რო დააგონა რა. ნაკიდი გვაქვს ყველაფერი, მაგრამ ხო, იმიტომ რომ ეს არ არის, აი ესეც ნახეთ, კი გაასუფთავეთ და ძალიან კარგია, მაგრამ ესეც цариელია, ნახეთ ამაში რა. აგერ არის, ხო, აგერ არის. აი წყალი მოდის და აი თხევადი საპონი არის. თუმცა აი მე სუნია ისეთი. ოი. იქ შესვლა არ მინდა, არ მომწონს. ეხლა ვკამათობთ მე და ჩემი ოპერატორი, იქ ვინ შევა და ვინ გადაიღებს, მაგრამ რადგან კამერა მას უჭირავს ხელში, ამიტომ ეს მისი ხვედრია. მე კიდე ვაკეთებ კომენტარებს. აი რა გავაკეთო და არ მომწონს ესეთი გარემო. ისევ და ისევ მოვიყვან მაგალითს, რომ ხაშურში მთლიანად დაშალეს და ახალი ტუალეტი ააშენეს გზავრებისთვის, რომ იყოს სუფთა და კარგი. ძალიან მნიშვნელოვანია სველი წერტილი, აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და მოწესრიგებული. აი მე გეტყვით, რატომ არ მიყვარს მგზავრობა დასავლეთში სამარშრუტო ტაქსით. ხო, აი კერძო მიკროავტობუსები რო არის დიდუბედან, რატო არ მიყვარს? აუცილებლად გაგიჩერებენ აი ესეთ ადგილას და მოგიწევს აი ესეთ ტუალეტში შესვლას, რაც შემთთვის პირადად მიუღებელია. მე მირჩევნია წავიდე იგივე ავტობუსით ან მატარებლით, სადაც ვიცი რომ გაჩერება იქნება მოწესრიგებულ დიდ ობიექტზე, სადაც არის ტუალეტი, კაფე და ყველა პირობა არის იმისთვის, რომ შენ კომფორტულად დაისვენო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გზავრობა იყოს შენთვის სასიამოვნო. მე ესე ვფიქრობ. ამიტომ გასაგებია, მოდი დავაფასოთ ამ ქალბატონების შრომა, ნახეთ როგორ მოაწესრიგეს, მოასუფთავეს, უცებ ეს ტერიტორია, მაგრამ აი სანამ აი ესეთი ჯიხურები იდგება და სანამ აი ესეთი კვების ობიექტები იქნება, ხო, ძველი უკვე რომელიც იშლება დროისგან, სიძველისგან, ალბათ ძალიან ძნელია მანდ სისუფთავის დაცვა. ეს იყო ის რამდენიმე ობიექტი, რომელიც ჩვენ დღეს გადავიღეთ სახალხო კონტროლი, ეს არის სურამი, რიკოთის გვირაბი, აი ეს მონაკვეთი და რა თქმა უნდა შემდეგ გადაცემაში უკვე შემდეგ რეგიონში გადავალთ. დაგველოდეთ.